ჩვენმა ქვეყანამ ბედნიერების ხილში 145-დან 109 ადგილზე გადაინაცვლა. დავწინაურდით მეგობრებო, პანდემიის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი უფრო გაბედნიერდა. მთელი 9 პოზიციით. ხვდებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში მოხდა ეს ყველაფერი. ანუ ბედნიერი ვარ. ძალიან ბედნიერები ვართ. აღმოჩნდა ისე რომ თუ ვიყავით 155-ში, ესე იგი 118-ები ყოფილვართ, ხო? და 9 ადგილით წინ გადმოვინაცვლეთ და დავწინავთ, გავუსწარით, არ ვიცი ვის გავუსწარით. მაგრამ მაგ ერთი რაღაცა არის, მეგობრებო, ჩვენ შეგვეძლო ყოფილიყავით პირველები, მაგრამ ჩვენ ეს არ გვადარდებს, რომ ჩვენ ვართ ბედნიერი ერი. და გვინდა რომ სხვაების ბედნიერები იყვნენ. და რა შევით 100? ეხა საქმე რაში? შევით 109. ეს ბედნიერების დღე ყოფილა საერთოდ, ვიცოდით, ასეთი ბედნიერების დღეც ყოფილა. ჩვენ საიდან ვიცოდით, ჩვენ ხო აქამდე ანუ ესე იგი რა თეორიულად არის ეგეთი დღე? არის ბედნიერების საერთაშორისო დღე და მან ბედნიერების დღესთან დაკავშირებით გაერომ გამოაქვეყნა ეს კვლევა, რომელი ქვეყნის მოსახლეობა უფრო ბედნიერია, ასე ვთქვათ რა. იქ არის პოზიციები და ჩვენ ვართ როგორც გითხარით მე-9 ადგილზე. ჩვენს ჩვენი გამოძიება ვაწარმოეთ. ცოტა დავიბენით რა, როგორ? ბოლო 1 წლის განმავლობაში რამ გაგვაბედნიერა, ვიფიქრეთ, ხო? ბუნებრივია, თქვენს გაგიშდებოდათ ეს კითხვა, რამ გაგვაბედნიერა. ვიფიქრეთ ძალიან ბევრი. ჩვენი ის ვაწარმოეთ გამოძიება. შიდა გამოძიება ვაწარმოეთ და დავასკვენით რომ თურმე ამ ცხრილში ჩვენ კი არ გავბედნიერდით. 9 ქვეყანა ჩვენზე უფრო გაუბედურდა და იმათ გადაინაცვლეს უკან ადგილზე, თორე ჩვენ ანუ ესე იგი რა ამეთ არ გაგვიცვლია. ესე უყურეთ მარტივი მათემატიკაა. ჩვენზე უფრო უბედური 9 ქვეყანას გაუსწარით. აი ესეთი არის ჩვენი პოზიცია, მაგრამ მე მაინც იმედი 9 ქვეყანა გაუბედურდა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ 109 პოზიციაზე არ გავჩერდებით, ჯერ სადახართ, ყველაფერი წინ არის. მეგობრებო, აი გადავხედე მე რამდენიმე ქვეყანას, ვისაც ვიწვევთ ბედნიერებასთან ბრძოლაში ჩვენ, ასე შეიძლება ითქვას. აი მაგალითად, ნიკარაგუა, მოზამბიკი და ბარბადოსი. აი მაგათ რო ეხლა მოეტყავთ დედის აი სადაა წყავს ჩვენი ბედნიერება, მე ნახეთ იმ ცხრილში. აი მე ნახეთ, ჩვენზე ბედნიერი ქვეყანა არ იქნება. არავინ. აი ჩვენი კონკურენტებსო ჩავ. ჩვენ მაგათზე ბედნიერები ვერა ვართ, კაცო. იმათ მიკროსაფინანსოები არ აქვს. ხო? ეს ბედნიერება არა აქვს ბარბადოს? ხო, არა. ანუ როგორ შეიძლება იყოს ბედნიერი იმ ერზე, რომელსაც არ აქვს მიკროსაფინანსო. და საერთოდ მაინტერესებს, ანუ საიდან დაადგინა გაერომ, რომ ჩვენ ვართ ბედნიერები, ანუ რა კრიტერიუმით დაადგინეს. მე ბოლოს ერთი დასკვისკენ მივედი რომ ეთყობა ღარიბა რომ მეორე დანიშნა ჩვენ ყველამ ვიხარხარეთ გაიგე. ღარიბაშვილის გაპრემიერება და ნუ გადაწყვიტეს რომ ეთყობა ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ არ არის ეგ მაგ ბედნიერების გმირი. უბრალოდ მართლა გაგვეცინა და იგივე პრინციპით ეგ იცი რას მაგონებს გახსოვთ 90-იან წლებში რომ შუქი ხო ჩაქრებოდა ხოლმე და რომ მოვიდოდა უცხოელები ვინც იყვნენ აქ სულ უკვდათ რომ ბიჭო როგორ გიხარეთ აი პატარა რაღაცეებიც კი გიხაი მოდისო შუქი და მთელი ქალაქი შეხვირებდა ხოლმე გაიგე და ეხაც რაღაცა ეგეთი ამბავი მგონია გაიგე. საერთო სახალხო სინამდვილეში რა არის ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი ბედნიერება რა, იმიტომ რომ საქართველოს ხო პარტნიორები დაშორდნენ რა. ხო და ეხლა ვითომ უფრო ბედნიერია საქართველო ვიდრე მანამდე იყო და ეხლა დაშორების ხო რა, უფრო იმას წამოходить შეიძლება ტუჩებიც დაიბეროს, ვარჯიშიც დაიწყოს, ოფში ზედმეტად იგულაოს. პარტნიორებს რო დავშორდით, ეხლა ვაჩვენებთ რომ აუ ვის დაშორდი რო იცოდე? ხო, რო და თან იცი რას მაგონებს? როგორი ბედნიერები ვართ, იცი, აი ხო იცი, რო კითხავ, დაშორებული როა და რო აი მაგ რეჟიმში რო არის, რომ დაუნტკიცოს, რომ მე რა რო დაშორდა და გული ატკინა, ეხლა კიდე უფრო მაგრამ სად იწევიან ხომ, იცი, ხო კარგა, აუ გოგო, ეხლა ისე კარგო თუ არასდროს რო არ ყოფილვარ და მე რო თინოში გადაზდით ხომ, ხო, აი ეგრეა ჩვენი სიტუაცია. ავარი ბედნიერი ვარ, არ ამტირდეთ. მე ეს სახში ვიდეთ შაფის ქვეშ. მოდი მე გეტყვით ერთ-ერთ შეკითხვას, მოკლედ ამ ბედნიერებას რის მიხედვით განსაზღვრავდნენ. ის ჯინაზე ბედნიერება არ გამოვა ხალხო. ხო და მოკლედ ერთი იქ რამდენიმე საკითხი იყო რის მიხედვითაც განისაზღვრება ერი რამდენად ბედნიერია ან არა, ნუ კითხვებია და ასე შემდეგ და ერთ-ერთი ესეთი კითხვა იყო, ნახეთ, ასეთი კითხვა არის, რომელიც განსაზღვრავს ერის ბედნიერებას. გასაჭირში რომ აღმოჩნდეთ, გყავთ თუ არა ნათესავები და მეგობრები, რომლებიც დაგეხმარებიან. ხვდებით კითხვას, გასაჭირში რომ აღმოჩნდეთ, მეგობრები ნათესავები თუ ყავთ რომლებიც დაგეხმარებიან. ამ კითხვით ჩვენ დავიკავეთ 145-ში, ასე ვთქვათ, 123 ადგილი. შვენიერია. ახლა მე გეტყვი რა არის შვენიერი, უყურე. ქვეყანამ, სადაც ყავს ძალიან ესე ჩვეულებრივი ამბავია ჩვენთან და ძმა, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, მაზლი, ქვისლი, დედამთილი, მამამთილი, მული, მძახალის და ასე შემდეგ. აი ამ კავშირში ნათესავი და მეგობრები რო ყავს, ავიღეთ 123 ადგილი. ანუ აქედან არავის ერთმანეთის იმედი არ აქვს. იმიტომ რომ ყველას დარხეულია. ანუ ისეთ დღეში ვართ რომ
კი ხავს კაცო ესენი, ანუ კითხვის პირველ ნაწილს პასუხობთ დადებითად. დიახ. ანუ ყავთ თუ არა ნათესავები და მეგობრები? კი ყავს, რომლებიც გასაჭირში დაგეხმარებიან? ოპა, რა ვიცი. აი ესეთი მე საერთოდ რას ვფიქრობ, იცი რომ კითხვა არის არასწორად დასმული. მე ვფიქრობ რომ დანარჩენი სამყაროსთვის უნდა დაესვოთ კითხვა ასე რომ გასაჭირში რომ აღმოჩნდეთ და ჩვენთვის უნდა აი გასაჭირში როცა ხართ. ხო, კარგი. კიდევ ძალიან საინტერესო ამბავი იყო ქვეყანაში. ეს იყო რა არის კიდევ მე მგონი არ დასრულებულა, ხო? როდის დასრულდება კაცმა? მოლაპარაკებების ამბები. და იცი რა არის ახლა ეს მოლაპარაკებები ისე გაგრძელდა რომ ანუ ფაქტიურად ესე იგი ვერაფერი ვერ გავიგეთ ამ მოლაპარაკებებზე. რაზე შეთანხმდით კი რაზე ლაპარაკობენ, რო ვერ შეთანხმდით გავიგეთ, მაგრამ მე ეჭვი მაქვს რომ მარტო ჩვენ კი არა. ხო. მოლაპარაკებაზე ვინც იყვნენ იმათაც ვერაფერი ვერ გაიგეს. აი თუ შეიძლება ვიდეო ნახოთ ერთი წამი. მე ვარ პირველად ასეთი ტიპის მოლაპარაკებაზე, შეიძლება იმიტომ ვარ უცხო ამ ტიპის გარემოსთვის, მე არ მესმის საერთოდ აქ რა ხდება, ფიზიკურად არ მესმის, ბატონო საერთოდ არაფერი არ მესმის. აიცი რა არის, საერთოდ არ არის სწორი რა ეგეთი ფორმატი, როდესაც როცა იცი რომ კაცი მწეველი 10 საათი რატო ზიხარ. ხო? ან მაშ პაუზები უნდა გააკეთო რომ გავიდეს კონდიციაში. მოვიდეს და ისევ შემოვიდეს ახლა რანაირად. სხვა ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ ეგეთი მოლაპარაკები. პირველი 2 საათი ძალიან კარგად ესმოდა ყველაფერი, მე გამოვიდა და უკვე ვეღარ გაიგო. ხო, მაგრამ თვითონ მოლაპარაკების მაგიდასთან ვერავინ ვერაფერზე ვერ შეთანხმდა, თუმცა აი ერთი ფოტო გთხოვთ რომ გვაჩვენოთ. ფოტო თუ შეიძლება. აქედან მოლაპარაკებები და მოლაპარაკებები. გასაგებია, მივიდა. ესე იგი, რაღაცაზე მაინც შეთანხმებულან. რა ჭამოთ დღეს? რა შეუკვეთოთ საჭმელი, იმაზე მაინც შეთანხმდნენ და მოვიდა კურიერი და ჭამეს. რა არა, მაინც რაღაცა შედგა. შენ იმედის დაპერწკალი ძალიან კაი იყო, მაგრამ სინამდვილე უბრალოდ მაგაზე კი შემოუბრალოდ ეს. ისევ და ისევ ხილად ახსენ. ბოშში და მეგრელი შულს და გამოიძახა მან. მე მანო კითხა სხვათა შორის რამე ხო არ გინდათო ვიძახებოდა იმას სათქონეთ მაგათი თავი. როგორც თვითონ იძახის ყველა შეიძლება უხდეს და ვერ გაიგო ამან. ყლიანებული თვალებითო და ამან ადგა და მე გეტყვით თუ გინდათ ერთ-ერთ დასკვნით ამბავს რა მოხდა. ეს შარმი არის სანამ გააგრძელებ ერთი რამე მინდა თქვა რომ სულ რაღა ფიქრობ მეთქი რას მაგონებს ეს მოლაპარაკებები როცა გამოვიდა ხო ევროკავშირის წარმომადგენელი და რო თქვა რომ ნუ ვერ შევთანხმდით რა და რო წავიდა აი დაახლოებით მეთქი რას მაგონებს და ბოლოს გამახსენდა რომ პირველი მერცხალი ხო გახსოვთ ყველას გახსოვთ მაშინ ინგლისელები რო წავლენ ქართველები რო გაუბედურებულს რო განადგურებული აი ზუსტად იგივე მომენტია ძალიან ახლოს არის შარმიშელი რომ მიფრინავდა ეთყობა აი ესეთი გაუბედურებული სახეებით მივაძახეთ იქიდან ხო და ესეთი ამბავია რომ მოლაპარაკებების შემდეგ ამ შარმიშელმა გამოაგზავნა თურმე წერილი საქართველოში ამ მოლაპარაკებების შესახებ რა გამოუგზავნა ვის გამოუგზავნა ხა წერილი გამოგვიგზავნა ჩვენ ანუ არც ხელისუფლებას გამოუგზავნა და არც ოპოზიციას მოლაპარაკების მხარეებს კი არ გამოუგზავნა ქართველ ხალხს გამოგვიგზავნა სადაც 4 სიტყვა არის დაწერილი ამ წერილში. რა წერია? საღოლ ბიძია თქვენს გაძლებას. ხო, შარმიშელი ქართულად წერს. საღოლ ბიძია თქვენს გაძლებას. საღოლ ბიძია. იმის მერე არაფერში აღარ ერევა ეს კაცი. საერთოდ აღარაფერში აღარ ერევა. ხელების დამიბანიაო ეს. ხო, საერთოდ იცი რა არის ჩარევაზე ხა ეთრამეს ვიტყვი რომ ახლა ვინ არ ჩაერია უკვე ამ ამბავში გაიგეთ ეს მოლაპარაკებები წინ ვერ წავიდა და თუ ეგრე არის ბიჭო ან ვინმე თუ გყავთ ისეთი ჩარე და თუ არა და რა ვიცი ძმაუს როსლებს მოვიყვანთ ეხა გვაქვს მაგის საშუალება და მაგით გეუნებით რომ ან ჩარიათ ვინმე ისეთი ან მოვიყვანთ მე ვისაც მოვიყვან იქ ისე კი ელაპარაკებს ესენი ელაპარაკობენ ეთქვის რომ შენი საქციელი არ არის პოლიტიკაში აი გე აჰეგრე ელაპარაკებს ჩემი მოყვანილი და ამიტომ ან ჩარიათ ან მეჩავრებ რა და საქმეს მოგვარდება სხვათა მაგარი იქნება წარმოიდგინე შენი საქციელი პოლიტიკოსი არ არის რა დაგი კონკრეტო კიდევ ერთი ინფორმაცია რომ გაბაზარდა რაო რა გორის და ავტობუსის ამბავი ო ჩემი საყვარელი ამბავია რა შეიძლება ნახოთ რა ესე იგი გორში ავტობუსის მძღოლმა ეს ავტობუსი ხალხი სავსე ავტობუსი წაიყვანა თავის საქმეზე გაატარა გზა გადაუხია მარშრუტს და სადღაც წავიდა ხო და აი რა გიკვირთ აი გამაგემი რა არის ამაში გასა ბიჭო როგორ ამიკვირს ხალხი სავსე ავტობუსი ტიპს რომ უნდა გაევლო სადღაც აი აქ ხალხს გადახედა ჩემი საქმე მაქვს ჯიგრებო და წავიდა აი აქ მეცაც გეტყვით მე ვიცი კაცი რომელსაც ხალხით სავსე ქვეყანას დაგვატარებს თავის საქმეზე სადაც უნდა გადაუხდეს არის ავტობუსი მარტო მე მივიდი კაცი თავის საქმეზე გავიდა თან არაფერი არ გაუფუჭებია აბა რა წაღოზმა ესე იგი მოკლედ სხვათა შორის მესაზღვრეების დღე ქონა და მიულოცოთ ჩვენ მესაზღვრეებს მიულოცოთ 21-ში იყო 21 მარტს და მადლობა მართლა რომ იცავთ ჩვენს საზღვარს მეგობრები დიახ მაგრამ ეხა ამასობაში რა მოხდა რომ მინისტრის მოადგილემ მიულოცა მესაზღვრეებს თავის Facebook გვერდზე ეს დღე მესაზღვრეების დღე ნახოთ თუ შეიძლება როგორ მიულოცა
ო? ხო, ეხა მოდი აუხსენი. მოდი ჯერ ვიტყვი რომ აი ამ ფოტოსთვის მოიხადა ბოდიში სხვათა შორის ამ ადამიანს. ესეც უნდა აღვნიშნოთ, ეხა რატომ მოიხადა ბოდიში, რომ ის ჯარისკაცი არის რუსი. რუსი მესაზღვრეა. ხო და ეხა რა მოხდა სინამდვილეში რა, რომ ამ ადამიანმა თხოვა გესმის თავის Facebook-ის ადმინისტრატორს, ვინც განაგებს ამის Facebook-ს, რომ მოდი რამე მიულოცოთო ბიჭებს და აი რა მიულოცოთო და რამე ჩვენიანების ფოტო ჩააგდეო რა. ხო, მესაზღვრეების დღე მიულო. იმანაც გადაწყვიტა რომ თავისიანების ფოტო უნდა ჩაეგდო და გამოვიდა ასე. გამოვიდა ასე. მარტა ერთ რამეს გეტყვი. ბოდიშიც მოიხადა. ისე მე მაინტერესებს, აი რომელ ქვეყანაში შეიძლება ეგეთი რამე მოხდეს. რომ შენი ტერიტორია ოკუპირებული ქონე. ნომერ პირველი მტრის, ისგანაც საზღვარს იცავ. საზღვარს იცავ. ნომერ პირველი მტერი ვინც არის შენი ქვეყნის, ვისაც ოკუპაცია აქვს. ვინც და 20% მესაზღვრებს ულოცავ შენი მტრის. ოღონდ იქიდან სერიოგას фотოდევ, სერიოგა. Посмотри на эти Грузины, мы вас любим. ხაჩაპური. იცით რა არის, მე დამაინტერესა მართლა ამ ადამიანმა რა დაგუგლა იქ, რომ ეს ფოტო ამოუგდო და დავწერე მესაზღვრეების დღე, მესაზღვრეების День пограничник. არაფერი არ ამოაგდო და ალბათ ძენ პაგრანიჩნიკავ. ეგრე არა. День пограничник. არ ვიცი ძმა. და რაც ამოვაგდო ძმაო ეგ იყო. მინისტრის მოადგილე. კიდე ერთი მაგარი მაგრამ მან თუ ის რა ყოფილა, იცი? ის ბოდიში რომ მოიხადა მინისტრის მოადგილემ, თან ალბათ გაათავისუფლა თურმე ის ადამიანი ამ თავისი Facebook გვერდის მართვისგან რა, ეს სერიოზული Facebook გვერდი აქვს, 3000 ადამიანი ყავს Facebook-ზე. ო, მაგრამ სამართავი ხო? ბრალო ამბავი კი არა, თელი 3000 ქართველი კითხულობს ამ ყველაფერს და ის მეორე ადამიანი დაუწინაურებიათ თურმე. რუსეთის პაგრანიჩნიკების Facebook გვერდს ხოდავს ახლა თურმე იგე. კარგად ჩააბარა გამოს. კიდე ერთი მაგარი რაღაცა უნდა გითხრათ, ესე იგი ბიუჯეტის ფლანგვის გრანდიოზული მაგალითი დაფიქსირდა საქართველოში. ჩემი საყვარელი ამბავია ეგ. დედოფლის წყაროში მოკლედ არსებობს ანსამბლი, რომელსაც საკმაოდ კარგი დაფინანსება აქვს, უბრალოდ ამ ანსამბლს არ ყავს წევრები. საერთოდ არ ყავს წევრები, ეს ჰაერში არის. აი, წუწურაკი რო ხარ კაცი რა. ბიჭო, ფულ შოულობ კარგი, რაღაცა ჯიბეში, აი ერთი მედოლე მაინც დაიქირავე რომ ჩავილი იქ დოლის ხმა გამოდეს რომ ვითომ რაღაცა საქმე ანსამბლი, აი წუწურაკი ხარ. ანსამბლი საქმეს აკეთებს. ანსამბლი არა, მართალს ამბობს, ვანიკოს ან სოლიდურ თანხას ეს მუნიციპალიტეტი ურიცხავდა ანსამბლს, რომელსაც წევრები არ ყავდა. რა გინა ვერ გავი ძალიან კაი სქემა. გასტროლებზე რომ მიდიან, დარაჯს უშვებენ თურმე ახლა გასტროლები, ანსამბლი რომ მიდის, გასტროლები დარაჯი მიდის. ცარიელი რა გინა ვერ გავიგე იმას არ ჯობია არ გახსოვთ ის რო იყო ჩამოსული ჯგუფი ირლანდიული Riverdance. ხები რო ყოფილა, ან ფაქტობრივად ადიბასი რო ჩამოვიდა. როგორ არა ჯობია მაგას ხო ჯობდა საერთოდ მაგას ხო ჯობია რომ როგორც არის ეგრე იყოს და დაახლოებით ეხა კიდე ერთი ამბავი მოხდა ეხა ეგ დაახლოებით მაგონეს აი ქუთაისში რომ აუზი იყო ხო იცი და წყალი რო არის ხა და ბავშვები რო სწავლობდნენ მაგას გავს და ვაფშე ეგ მე იცი რა მომწონს ეგ სქემა რა ინტერნეტ კაი სქემა რომ მე დარწმუნებული ვარ რომ მათ ეყოლება ფულის გასეთრების სქემა რა თქმა არ ვიცი ისი სქემაა მაგრამ ბალეტის თეატრის და ბალეტიც ექნება დასის გარეშე ბალერონებს ფეხბურთის გუნდის ეყოლებათ ფეხბურთელების გარეშე პრინციპში ეგეთი უკვე ყავს და იცი რა არის კიდე ვფიქრობ რომ მაგრამ მეორე მხრივ იცი რა არის იმსახურებს დავიჯერო დედოფლის წყარო რომელმაც თვითონ ირაკლი ღარიბაშვილი გვაჩუქა მართლა არის ღარიბაშვილი ეხლა გასაგებია ყველაფერი მე მგონი იმსახურე საერთოდ არის ძალიან დიდი ამბავი ატყდა ამაზე რომ რაღაცეებში ხარჯებოდა ძალიან სოლიდურ თანხაზეა საუბარი ნუ რაღაც შენობაზე რომელიც არ არსებობს ანსამბლი იღებდა ხელფასს რომელსაც წევრები არ ყავდა არავინ ამღეროდა ვისაც ეს კაფასი დაიღო ვისთვის უნდა დაერიგებო ხო და საერთოდ ფიქრობ ჩავიდეთ დედოფლის წყაროში და დავარკვიოთ როგორც მუნიციპალიტეტი დედოფლის წყარო არსებობს საერთოდ თუ ამათ აქვს გაფორმებული მე მომწონს ეგეთი არ შეიძლება რომ ხანდახან ჩვენ რო დავისურვოთ ხოლმე არ შეიძლება ხოლმე ხანდახან მაგალითად ვიხადოს ტელევიზიამ ხელფასი და აქ ხანდახან საერთოდ არ ვიყოთ და არ ვიყოთ ხო კი ბატონო კიდე ერთი კარგი ამბავი მეგობრებო ქალაქი გასკდა ერთი წამი სანამ გაგზავნა კიდევ ერთ კარგ ამბავში ეს გულს აქამდე გონია კარგ ამბებს ვამბობდი ხო და ეხლა კიდე უკეთეს გეტყვი ჩვენი დედაქალაქი გაიპო აი ესე შგუპ გაიპო ყველამ ზარმაზარი ნავრალი გამოჩნდა შეიძლება ესე შოუ დაიწყოს სამყარო მაგრამ ჩვენი დედაქალაქი გაიპო თბილისი გასკდა მარტო აქ მოხდება თბილისი გასკდა დედაქალაქი გაიპო მაგრამ უყურემ ხო პრობლემა არის რა თქმა უნდა ახევარი მილიონი რაღაცა ტონა ისა რა ქვია თელი ფერდობი შეიძლება ჩამოწოს და ტრაგედიაც მოხდეს მაგრამ ნაპრალია იმ ხელს მერია გვამშვიდებს აქვს სერიოზული გეგმა ამ ნაპრალში უნდა ჩააშენონ კორპუსები შიგნით და ეს თავისთავად დაიჭერს ამ ნაპრალსაც რა და თან იქ კომპლექსი გაშენდება და შეგვიძლია გავასვეს მაგარია ბიჭო საკაი თან ლისის სასასვლელი ხო არის და ერქმევა ბინალისი ნაპრალში
მე ძალიან მომწონს. წარმოიდგინე მესიჯები რომ მოდის რა. თბილისი ნაპრალი. თბილისი ნაპრალი შიგლისში. ლისზე. თან იცი არის დიდარი ხალხი რომელიც დაიღალა ზემოთ გაიგე, აი ყველანი ჩავლენ ქვემოთ და იქნებიან თბილისი ნაპრალში. ეხლა დიალოგები რო იქნება თქმა და გათამაშება რო იქნება რამე შოუში და თამაშდება მერსედესი ბოლო მოდელი, თამაშდება რაღაცა და ბოლოს და სუპერპრიზი. 100 კვადრატული თბილისი ნაპრალში. შიგძირში. მე ძალიან მომწონს ეს. მაგარი იდეა მივაწოდეთ მე. შენი ოცნების სათამაშება. მაგარი იდეა. ჯანდაბაში. ან მეორე სახელი შეიძლება პირიქით ახლა თან რა მაგარია. ხო არის ხოლმე განცხადებაში რომ ქვია სახლიდან 5 წუთში მეტროა და რაღაც აქ პირდაპირ მეტროში სახელი პირდაპირ მეტროში. და კარებს აღებ და ეგრევე შემდეგი საფრთხე ნაძალადები. დები მიდი. გადასარევი მე მგონი კარგი გეგმა. მასაც აუწეს თბილისის მერიას და განახორციელებს ბიჭებო. თქვენიც. მოკლედ დიდი ამბები საწვავის ფასის ზრდასთანაც ძალიან ცუდი ამბები იყო, მოკლედ მთელ ქვეყანაში აპროტესტებდნენ ადამიანები, რომ საწვავის ფასმა ასე კატასტროფულად მოიმატა და სხვადასხვა ქალაქებში იყო აქციები, ზოგან აქციის მონაწილეები დააკავეს მაგალითად ეს. მე გავიგე როგორ მოაგვარა სახელმწიფო მე პრობლემა. მოგვარდა, დაიწია ფასი. ნაცი მოუგვარა. არა, ფასი არ დაიწია, უბრალოდ მივიდნენ და მართვის მოწმობა ჩამოართვეს ბერს. მართვის მოწმობა არ აქვს, მანქანაკოს ბენზინი რაღაცში გადაარდა. კაია. ფოტოშოპი. პრობლემა მოგვარებულია. მე მაგამბისის ვნახე, ქუთაისშიც ჩატარდა იგივე აქცია და ქუთაისში იკითხეს, რომ გააგრძელებთ თუ ალბათ ამ აქციებსო, ხო ისევ რომ საწვავის ფასი გაძვირდა, არა, არ გავაგრძელებ. რატო და რა ხალხი არ მოდის საწვავის ფასი ფული არ გვაქვს 40-ში ჩავასხათ და მე საწვავის ფასის გაზრდა გავაპროტესტოთ.